რა უთხრა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს ცნობილი ხდება იმ საუბრის დეტალები, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შორის შედგა. დეტალებზე ზურაბიშვილმა Fox News-თან ინტერვიუში ილაპარაკა. ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რის თქმას ურჩევდა ტრამპს პუტინთან საუბრის დროს. ხელი აიღოს საქართველოზე, ხელი აიღოს კავკასიაზე, ასეთი იყო მეხუთე პრეზიდენტის პასუხი. ის ამერიკაში კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით ჩავიდა, უკვე შეხვდა მარკო რუბიოს, თუმცა არ არის გამორიცხული ვიზიტის ფარგლებში კვლავ გამართოს მოლაპარაკებები ამერიკის მომავალ სახელმწიფო მდივანთან. ინტერვიუს დასაწყისში კი გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ დღეს პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა, რომელიც ავტორიტარული მმართველობით სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს, ჩინეთსა და ირანს. სწორედ აქ ახსენა წამყვანმა ირაკლი კობახიძე, რომელიც ირანის ბოლო პრეზიდენტის დაკრძალვას და შემდეგი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. დარბაზში კი ისმენდა სიტყვებს სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ნანო ჩაკვეტაძე დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნანო, გისმენთ. დიახ, საკმაოდ ვრცელია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან შეერთებულ შტატებში Fox News მისცა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხთან ილაპარაკა ჯო უილსონის მიერ მომზადებულ ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე, პარიზში დონალდ ტრამპთან და გუშინ ვაშინგტონში მომავალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან შეხვედრებზე, ასევე საქართველოში მიმდინარე უწყვეტ სამოქალაქო პროტესტზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ახალი არჩევნების აუცილებლობაზე. რა გვს სათქმელი შეერთებულ შტატებში 47 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასულ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპისთვის. სვამს შეკითხვას ჟურნალისტი. ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან ტრამპს 7 დეკემბერს პარიზში პრეზიდენტ მაკრონის ორგანიზებულ შეხვედრაზე უამბო ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის შესახებ. იმის შესახებ, რომ რეჟიმს ქართული ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს. დამატ ოცნების მოსაშორებლად შეერთებული შტატების როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გჭირდება შეერთებული შტატები, შეერთებულ შტატებს სჭირდებით ჩვენც. თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ შავი ზღვაა შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული სივრცეა და ეს სივრცე შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს. თუკი ამერიკა და ევროკავშირი იქ თავის ინტერესებს არ დაიცავენ. კონგრესმენმა ჯო უილსონმა პირადად მოგიწვია ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ცოტა ხნის წინ მან წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მთავრობას საქართველოს ახალი მთავრობის აღიარებას უკრძალავს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. რა უნდა იცოდნენ ამერიკელებმა იმ რისკებზე, რაც საქართველოს მთავრობის რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან კავშირებს ეხება. ეს ნიშნავს, რომ ამერიკა კავკასიის ცენტრალურ რეგიონში საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს დაკარგავს და ეს მხოლოდ კავკასიას ეხება. საკითხი შავი ზღვის რეგიონსაც მოიცავს. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ შავი ზღვა. იგივე მიზანს ემსახურება რუმინეთსა და მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები. შავი ზღვა ამერიკისთვის სტრატეგიული სივრცეა. ჩვენ დიდი პორტები გვაქვს, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს. ეს ზოედ იმ დე-ფაქტო მთავრობის გეგმებშია, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. ამრიგად ამ რეგიონში ამერიკის ინტერესებთან ერთად ევროპის ინტერესებიც სასწორზე დევს. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა გესაუბრათ არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან, როდესაც საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფებოდით. რა უთხარით მას და რა გიპასუხათ? მე ზუსტად ეს უთხარი, რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისში გადაიზრდება. უკვე 53 დღეა ქუჩაში მყოფი ხალხი აპროტესტებს მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მანდატი არ აქვს და რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს. ცდილობს საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს. ამერიკის მხარდაჭერა სწორედ აქ გჭირდება. მაშინ პრეზიდენტად არჩეულმა და ხვალიდან უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ ის საქართველოში ნამყოფია, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ძალიან აფასებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენი ინფორმაციით, ტრამპის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ან შეხვედრა იქნება. რის თქმას ურჩევდით ბატონ ტრამპს ამ საუბრისას? ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორს კავკასიისგან, რადგან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესის სფეროა. ეს რეგიონი რუსეთის მმართველობის ქვეშ ვეღარ მოექცევა. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ვაშინგტონში კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით ჩავიდა, სადაც 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასევე მიიღებს მონაწილეობას 21 იანვარს ატლანტიკურ საბჭოში დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ გამოწვევებსა და რეგიონში რუსეთის მავნე გავლენას შეეხება. ჯო უილსონი დიქტატორებს პუტინს, მადუროს, კიმ ჩენ ინსა და დიას კანელს ერთმანეთის გვერდით აყენებს და პლატფორმა X-ზე წერს, რომ მსოფლიოს დღის წესრიგის დალაგებას საკუთარ თავზე ახალ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიღებს.